მოდით საჯარო გაშლა იყოს სახელწოდებით. როგორ გრძნობს თავს თქვენს გარეშე თქვენ შეფიქრებული ადამიანი ამ ეტაპზე. აი როგორი განცდაგით რომ არ უნდა რომ იფიქრო საერთოდ ამ ყველაფერზე, რადგან ეს ფიქრები წაიყვანს ძალიან ცუდ და რთულ შედეგებამდე და იმდენად ეთკინა უთქვენობა და იმდენად მართლა იწვნია ეს უთქვენობა, რომ ახლა საერთოდ ფიქრობთ, რომ საერთოდ ამ ყველაფერზე აღარ იფიქროს რა. თქვენს გარეშე თავს არ გრძნობს კარგად, არის ძალიან მოჯაჭვული, მოკედლებული და ეგ გადაფსიხებულ ენერგიებში, რომ რას ქვია თქვენ მის გარეშე გაძელით ამდენი ხანი. არის ძალიან ენერგეტიკულად ძალიან ისეთი სენსიტიურ ასპექტებში, ახალი ეტაპის დაწყებას სურს, გაკონტროლებთ ყველგან სოციალურ ქსელებში და მარტო კონტროლი არ ნიშნავს ამ ყველაფერს, მარტო კონტროლი არ არის ეს ყველაფერი. ამ კონტროლის მიღმა არის ის, რომ მისი ენერგია არის ის, რომ ძალიან ცუდად არის, საკუთარ თავს ებრძვის, საკუთარ ემოციას ებრძვის, საკუთარ შეგრძნებებს ებრძვის და აი ამ რაღაცა ბრძოლის ველზე, გაჩაღებულ ველზე აქვს თავისი რაღაცა ემოციები გვერდით გადადებული და იძახის, რომ მე ხლა არ უნდა ვიფიქრო, რომ მე რო ვიფიქრო ძალიან მეტკინება და მე რომ მეტკინება, მე აღარ მინდა რომ გული მეტკინოს, რაღაცა ეგრე ფიქრობს და ეგეთი მოსაზრება აქვს, რომ აი როგორც კი შენზე დაიწყებს ფიქრს და როგორც კი ეს ფიქრი გადაერთვება იმაში, რომ შენზე უნდა იფიქროს, ეგრევე ტკივილის რეჟიმში გადადის და მას ეს ტკივილის რეჟიმი არ მოსწონს. ამიტომ კი ძალიან ცუდადაა შენს გარეშე, მაგრამ რესურსი იმის რაღაცები დაიწყოს თავიდან არ აქვს, მაგრამ ამას რო ჭირდება, რომ მას ისევ რესურსი ჰქონდეს და ის ისევ შემდგა რესურსულ რაღაცა სიტუაციურ პიროვნებად აღმოჩნდეს თქვენს გვერდით. არც თქვენ გინდოდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს არაფერს გააკეთებს, რომ უბრალოდ მის გვერდით იყო და ჰოკაი მიდიხარ და ნახვამდის, ანუ მე იქ მოცემულობა არ გაწყობთ, ამიტომაც თქვენი პრიორიტეტები პრიორიტეტულად დატოვეთ და ეს მოცემულობა დატოვეთ, რადგან არ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც უბრალოდ არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თქვენს გვერდით. დაკვირვება იცოცხლე აქ, მაგრამ ამ დაკვირვების იქით არაფერი. იმ დაკვირვების იქით ვერაფერი. იმ დაკვირვების მიღმა ვერაფერს ახორციელებს, შესაბამისად ეს ყველაფერი არ არის მარტივი გადმოსახები თქვენთანაც, ამიტომ თქვენი ვალიდაცია არის, რომ არ მოითმინოთ არაფერი, რაც მასზე გაქვთ სათქმელი მიახალეთ პირში, რაც მასზე გაქვთ სათქმელი ყველაფერი კონკრეტულად განამარტეთ. რადგან აქვს ადამიანს იმის იმედი, რომ აი რომ მოვა შენთან შეყოველთვის მიიღებ, აი რომ მოვა შენთან შეყოველთვის მას შენს ენერგიებში აყვებ და მე ამ ენერგიით იკვებება. და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ამ დროს, რომ შენ აგრძნობინო, რომ გკარგავს და თუ ამას აგრძნობინებ და თუ ამას ისე მიუტან, როგორც საჭირო მისადან სათქმელს, ეს აუცილებლად ისწავლის ჭკუას. ჭკუა აქვს სასწავლი. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით იმაზე, რომ თქვენ უნდა გამოხატოთ ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ნუ რომ უნდა გამოხატოთ სათქმელი, მაგრამ როცა ადამიანი ხედავ რომ არის ნული ქმედება, ეს ნული ქმედება არ უნდა ქნა ისე რომ კიდე შენ თავს გადააბუჭო და კიდე იმოქმედო. როცა ხედავ რომ მისგან რესურსობა შენს უნდა მიხვდე და უთხრა რომ მე არ მაწყობს ეს მოცემულობა და მოდი შენ თუ გინდა ჩემთან იყო მე რაღაცები შეცვალე. ანუ ეს მიდგომა უფრო გაჭრის ამასთან ვიდრე ის რომ მიწერო და იმისგან პასუხი ნული. და როცა არა აქვს ამის რესურსი ამ ეტაპზე. კარგად დაფიქრდი, კარგად იგრძენი, კარგად აი შენს მოცემულობას შენ თავი შეისწავლე, შენი ემოციები შეისწავლე, შენ სხეულს მოусმინე, იმიტომ რომ ტკივილები გაქხან იქ რაღაცა დაბუჟება ტკივილი კულის არეში, კუჭის არეში. ყველა ტკივილი, რომელსაც ორგანიზმი გაწვდის, ეს არის შენი გამოუხატავი ემოცია. ხო და ამ გამოუხატავ ემოციაში ნუ დარჩები მარტო საკუთარ თავთან. ეცადე, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, გამოხატო, აღმოფხრა, თვალებში ჩახედო ტკივილს და ეს ყველაფერი გვერდით გადადო. მადლობა ყურადღებისთვის, მე კი უბრალოდ გთხოვთ, რომ პოდკასტი 31 YouTube-ზე ასე მომძებნოთ და ჩემი პოდკასტი დაასაპორტოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა ჩემთვის და უბრალოდ რომ არ გავჩერდე და უბრალოდ გავაგრძელო ეგ საქმე. მადლობა ყურადღებისთვის და ნდობისთვის.